2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. საპასუხოდ ულტრამემარჯვენე ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე წინა დღიდანვე შეიკრიბნენ. 5 ივლისს ქალაქის ქუჩებში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მობილიზების პირობებში პოლიცია შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი. მთელი დღის განმავლობაში ფაქტობრივად მას ხელი არ შეუშლია ძალადობრივი ქმედებებისთვის. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს 5 ივლისის დილიდანვე ძალადობისკენ მოუწოდა ალტინფოს ლიდერმა, რის შემდეგაც მათ დაიწყეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერი კარვების აშლა და ჟურნალისტებზე ძალადობა. შემდეგ კი გაემართნენ ღირსების მარშის ორგანიზატორთა ოფისების დასარბევად. ამ დღეს დაზარალდა მედიის 53 წარმომადგენელი. მათ შორის იყო ფიზიკური ძალადობის შედეგად მძიმედ დაშავებული ტელეოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მომხდარიდან 6 დღეში გარდაიცვალა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დევნის დაგმობის ნაცვლად პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ღირსების მარშის ორგანიზატორად რადიკალური ოპოზიცია გამოაცხადეს. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ღირსების მარშის წინააღმდეგი იყო. 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები აისახა კოალიცია თანასწორობისთვის ყოველწლიურ ანგარიშში, დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელებას სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, სადაც კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სხვა ძალოვან უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს, დროულად იქნას გამოძიებული ზემოთხსენებული დანაშაულები და დაისაჯონ მათი ორგანიზატორები და სხვა პასუხისმგებელი პირები. კონტრაქციის არც ერთი ორგანიზატორი დღემდე არ არის დასჯილი. სახელმწიფოს არ გააჩნია თანმიმდევრული და საპრევენციო პოლიტიკა რადიკალურად განწყობილი ჰომოფობიური ჯგუფების მიმართ.